ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. ბათუმის პორტში ამერიკული მეექვსე ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდი შემოვიდა. რეგულარული დაგეგმილი გადაადგილების ფარგლებში მაუთ უითნის ეკიპაჟი საზღვაო პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ორმხრივ წვრთნებს გადის. წვრთნა უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო მზადყოფნისა და შესაძლებლობების ზრდას ითვალისწინებს. ხომალდი მაუთ უითნი ბათუმის პორტში უკვე მეოთხედ შემოვიდა. ამჯერად ის შავ ზღვაში ოპერაცია ატლანტიკ რეზოლვის ფარგლებში იმყოფება. ოპერაციაში მისი მისია ევროპისა და აზიის უსაფრთხოებისთვის სრულმასშტაბიანი და ერთობლივი საზღვაო ოპერაციის წარმოებაა. ხომალდის ოფიციალური დახვედრის ცერემონიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით მშვენიერ ბათუმში. რაც შეეხება ხომალდს, ეს განსხვავებულია. მისი ეკიპაჟი ნახევრად სამოქალაქო პირების, ნახევრად კი საზღვაო ქვეითებისგან შედგება. სულ ბორტზე 330 პერსონალია. ეს არის მობილური ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობს პარტნიორებთან. ამ გემის ჩამოსვლა არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოვლენა. ალბათ იცით, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული ხომალდი საქართველოს პორტში შემოდის. ის უკვე აქ მეოთხედ არის. ეს გემი აქ იმყოფებოდა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან რთულ პერიოდში 2008 წელსაც. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის დასადასტურებლად.